მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა ვისაუბრო კომპლექსურ დავალებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ კომპლექსური დავალება გზამკვლევის დახმარებით. პირველად ვისაუბრებ თეორიულად და შემდეგ, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად განვიხილავთ ყველაფერს. რა არის კომპლექსური დავალება? კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელსაც ქმნის თავად მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან მიმართებით. და როგორ უნდა შევქმნათ კომპლექსური დავალება? კომპლექსური დავალების პირობის შესაქმნელად არის სამი ძირითადი ნიუანსი გასათვალისწინებელი. რადგან თუ კი გსურს ნამდვილად კომპლექსური იყოს ჩვენი დავალება, აუცილებელია ეს აი ამ სამ ძირითად ნიუანსს აკმაყოფილებდეს. პირველი ეს არის. კომპლექსური დავალება იქნება კონკრეტულ და არა ზოგად საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ის საკითხი, რომლის გარშემოც იქნება ჩვენი კომპლექსური დავალება, უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ზოგადი. აი მაგალითად, თუ მუშაობთ სამიზნეცნება ბუნებრივ მოვლენაზე, ჩვენ საკითხად უნდა ავიღოთ კონკრეტულად 1 ან 2 ან შეიძლება 3-ით, მაგრამ სამივე ძალიან კონკრეტული ბუნებრივი მოვლენა. შეიძლება ეს იყოს წვიმა, წყალდიდობა ან ღვარცოფი, ხო? ანუ აი ეს შეგვიძლია ავიღოთ საკითხი. ამ დონეზე დაკონკრეტებული საკითხი. მეორე აუცილებელი ნიუანსი, რომელიცაც უნდა აკმაყოფილებდეს კომპლექსური დავალება, არის შემდეგი. კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლემ უნდა შექმნას კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტი. ანუ მოსწავლემ ძალიან თვალსაჩინოდ უნდა დაინახოს, რა პროდუქტი შექმნას თხოვს მოსწავლებელი. ეს პროდუქტი უნდა იყოს ძალიან ნათელი. შეიძლება იყოს ეს რაღაც მოთხრობა, ან პლაკატი, ან კომიქსი, უბრალოდ ეს უნდა იყოს პროდუქტი, რომელსაც შექმნის ჩვენი მოსწავლე. და მესამე ნიუანსი ეს არის კომპლექსური დავალება ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიან მიზნებზე. და რა არის ეს გრძელვადიანი მიზნები? ეს არის ჩვენი შედეგები და სამიზნე ცნებები, ხო? ანუ ჩვენ თუ გსურს კომპლექსური დავალება იყოს ნამდვილად კომპლექსური, უნდა აკმაყოფილებდეს სამ ძირითად ნიუანსს. პირველი ეს, რომ საკითხი უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, მეორე რომ შემოქმედებითი პროდუქტი ძალიან თვალსაჩინო უნდა იყოს და ჩანდეს რა პროდუქტს ვთხოვთ მოსწავლეს და მესამე ორიენტირებული უნდა იყოს გრძელვადიან მიზანზე ან მიზნებზე, ანუ სამიზნე ცნებებზე. მოდით ახლა განვიხილავ გზამკვლევს ერთ-ერთი საგნისას. ზოგადად ყველა საგანს აქვს თავისი გზამკვლევი, რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ და ეს გზამკვლევები ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა საჯარო სკოლისთვის და თითოეული მასწავლებლისთვის და შეგვიძლია სწორედ ამ გზამკვლევების დახმარებით შევქმნათ კომპლექსური დავალებები. ახლა განვიხილავ ერთ-ერთი საგნის, კონკრეტულად მე და საზოგადოების გზამკვლევს და ყველაფერზე, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ თეორიულად, უფრო პრაქტიკულად ვნახავთ. პირველ რიგში როგორ გამოიყურება ეს გზამკვლევი, ხო? როგორც ხედავთ, აქვს 3 სვეტი, პირველი, მეორე და მესამე. ანუ პირველ სვეტში წერია სამიზნე ცნებები, თითოეულ საგანს აქვს დაახლოებით 4-დან 10-მდე სამიზნე ცნება. მეორე სვეტში წერია უკვე საკითხები, მესამეში კი უკვე კომპლექსური დავალებები, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა განვიხილოთ. მოდით დავიწყოთ პირველი სვეტიდან. აი ნახეთ, მე და საზოგადოების ერთ-ერთი სამიზნე ცნება არის საზოგადოება და ამ საზოგადოებას ქვევით უწერია მკვიდრი წარმოდგენები, აი ესენი. და რა არის მკვიდრი წარმოდგენები? მკვიდრი წარმოდგენები არის სამიზნე ცნების ზოგადი დახასიათება, რომელიც ადამიანის გონებაში ხანგრძლივად რჩება. ხანგრძლივად კი არა, სამუდამოდ რჩება. ანუ როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოებაზე, მოსწავლეს აი ეს შემდეგი მკვიდრი წარმოდგენები უნდა გქონდეს გონებაში, როდესაც გაიგებს სიტყვა საზოგადოებას. და ასე არის ჩამოყოლებული პირველ სვეტს გულისხმობ ყველა სამიზნე ცნება, აი ნახეთ, პირველი თქვა საზოგადოება, შემდეგი არის ინსტიტუცია, თავისი მკვიდრი წარმოდგენები და ასე მივყვებით სულ 6 სამიზნე ცნება და 6-ვე წერია თავისი მკვიდრი წარმოდგენებით. და ნახეთ, სამიზნე ცნების საზოგადოების ქვევით, აი აქ წერია, ეს არის შედეგები. ნახეთ, ციფრები რო წერია. შედეგები, რომელიც სტანდარტში გვაქვს მოცემული. როგორც ვიცით, ეროვნული სასწავლო გეგმა შედგება სტანდარტის და
პროგრამისა და წლიური პროგრამისგან. წლიური პროგრამა მთლიანად არის სარეკომენდაციო ხასიათის, ხოლო სტანდარტი არის სავალდებულო მისაღწევი შედეგები არის ჩვენს სტანდარტში და ის არის სავალდებულო. სწორედ ამ სტანდარტში გვაქვს მოცემული საგნის შედეგები, მისაღწევი და სამიზნე ცნებები, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს ორი განსხვავებული რამეა, ისინი მთლიანად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთზე, ასე ვთქვათ, ილინკება. აი ნახეთ, საზოგადოება, სამიზნე ცნება გადის შემდეგ, აი აქ ციფრები და წერია შემდეგ შედეგებზე. ამ სტანდარტში მოცემულზე. ანუ ეს ორი ერთმანეთზეა ჯაჭვული მთლიანად. უბრალოდ შედეგები უფრო ბულეტებად არის წარმოდგენილი და სამიზნე ცნებები უფრო კონკრეტულად თითო სიტყვით გვაქვს წარმოდგენილი. დიახ, და ეს პირველი სვეტი სწორედ ამ სამიზნე ცნებებს გულისხმობს, შედეგებს და მკვიდრ წარმოდგენებს, რომელიც თითოეულ სამიზნე ცნებას აქვს საკუთარი. ახლა გადავიდეთ მეორე სვეტზე. მეორე სვეტი არის უკვე საკითხები. ნახეთ, როცა ხომ გითხარით, რომ ჩვენი კომპლექსური დავალება უნდა იყოს კონკრეტულ საკითხზე ან საკითხებზე თქოს, სწორედ აი აქ არის ეს საკითხები მოცემული. თუმცა ეს მთლიანად არის სარეკომენდაციო ხასიათის და მასწავლებელს რა თქმა უნდა შეუძლია თავად იხელმძღვანელო სხვა საკითხით და შემოიტანოს სხვა განსხვავებით სამიზნე ცნებებისგან. სამიზნე ცნებების და მკვიდრი წარმოდგენების მოდიფიცირების უფლება არ გვაქვს, ასევე არ გვაქვს უფლება კონკრეტულ სამიზნე ცნებას მოვაკლოთ ან დავამატოთ რომელიმე მკვიდრი წარმოდგენა. არავითარ შემთხვევაში ეს სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები უნდა იყოს აუცილებლად ყველა ერთად და მისი ამოკლება ან რაღაცის დამატება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არის უცვლელი განსხვავებით საკითხებისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ უკვე მასწავლებლებს თავად სურს გადაწყვიტოს რომელ საკითხზე შექმნის კომპლექსურ დავალებას და კომპლექსურ დავალებას, რომელიც მიმართული იქნება სამიზნე ცნებაზე. ეხლა გადავიდეთ მესამე სვეტზე. მესამე სვეტის აი აქ თეთრ გრაფაში მოცემულია უკვე კომპლექსური დავალებები. აი ამ სამიზნე ცნებასთან მიმართებით, ცნება საზოგადოება ხომ გვაქვს? ამ სამიზნე ცნებასთან მიმართებით არის შექმნილი და ასე არის ყველგან. აი ნახეთ, შემდეგ სამიზნე ცნებაზე რო გადავალთ, აი ინსტიტუცია გვაქვს სამიზნე ცნება და ინსტიტუციაზე მიმართული ეს დავალება. ასე გრაფებად გამოყოფილია, ასე რომ არ გაგიჭირდებათ გარჩევა და ერთი კიდევ მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც მინდა ძალიან დიდი ყურადღება გავამახვილო. აუცილებელია აი ნახეთ, აი ამის განხილვა. ეს არის სამიზნე ცნების ზოგადი შეფასების კრიტერიუმები. ეს არის შეფასების კრიტერიუმები, სწორედაც რომელთაც ვაფასებთ მოსწავლეს. როგორც უკვე გითხარით, თითოეულ ცნებას, ანუ აი მაგალითად საზოგადოებას აქვს თავისი მკვიდრი წარმოდგენები, რომელიც აი ქვევით არის მოცემული. აი ეს მკვიდრი წარმოდგენები, ასე ვთქვათ, გადათარგმნილია დავალების ენაზე და ანუ შეფასების კრიტერიუმის ენაზე, უფრო სწორად აი აქ და ეს თითოეული შეფასების კრიტერიუმი უკავშირდება ჩვენს სამიზნე ცნებას. ანუ არ უნდა იყოს ისეთი მკვიდრი წარმოდგენა, რომელსაც არ ექნება აი აქ შეფასების კრიტერიუმი, რადგანაც სწორედ ამ შეფასების კრიტერიუმებს მივყავართ სამიზნე ცნებაზე და მის მკვიდრ წარმოდგენებზე. თუმცა ეს აი აქ ლურჯში მოცემული შეფასების კრიტერიუმები, ამ ცნების ზოგადი შეფასების კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, ფორმირდება უკვე თითოეული დავალებიდან გამომდინარე. და რას გულისხმობ ამაში? აი ნახეთ, თითოეულ დავალებას აქვს თავისი შეფასების კრიტერიუმები. და სწორედ ეს შეფასების კრიტერიუმები ამოდის აი აქედან, ზოგადი შეფასების კრიტერიუმებიდან, უბრალოდ დავალებიდან გამომდინარე არის ეს ჩამოყალიბებული. და ეს შეფასების კრიტერიუმები მთლიანად მიემართება აი ჩვენი სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს. და ეს შეფასების კრიტერიუმები, ანუ დავალებაში არსებული, არის ასე ვთქვათ, თარგმანი მკვიდრი წარმოდგენებისა, ჩვენი სამიზნე ცნების საზოგადოების მკვიდრი წარმოდგენებისა დავალების ენაზე. ასე, მოდით წავიკითხოთ დავალება და უფრო დეტალურად
გავიაზრებთ ყველაფერს. პირველი დავალება წავეკითხოთ, მოამზადეთ პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღნიშნავთ მაგალითად ოჯახში რომელიმე მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს, მაგალითად ახალ წელს. ნაშრომში ხაზგასმით